ბიძინა, კიდევ ერთხელ მინდა რა, მოგმართო რა და უშიშროების სამსახურებს და რაც მთავარია ქართველი საზოგადოების საყურადღებოდ მინდა რა. თითოეულმა ქართველმა გავითავისოთ. ცოტნე გამსახურდია. ჯერ მიხეილ სააკაშვილის დროს ოდესაც შეუკვერეს საქმე და ვითომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა დაპატიმრებული იყო. ესე იგი გადაამტვრიეს წელში და ჯანმრთელობას საერთოდ მოურყიეს რა სააკაშვილის რეჟიმმა გრდანის ციხეზე და ისეთ ტკივილებში ამყოფებდნენ რომ წამალს არ აძლევდნენ იმ პერიოდში ხო გამოვიდა და მერე ბიძინა ივანიშვილმა რა იმიტომ რომ დაუპირისპირდა სისტემას ჩამოშორებაცა და მაგრამ გადარჩა მაგრამ დააინვალიდეს ეს ადამიანი და დღეს ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია კიკეთშია თუ სადღაც ჰოსპიტალში ყავს გამომწყდეული რა და ვითომ სტაციონარულ იმეებზე ყავს რა ქვია რეაბილიტაციაზე ბიჭო კიდევ ვიზახ მე არავის ოჯახის საქმეში არ ველებ მაგრამ საქართველოს ერთადერთი კონსტიტუციური ლეგიტიმური პრეზიდენტის ოჯახი არის საკუთრება ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერისა როგორც თითოეული ოჯახი ქართველი ოჯახი არის დიდი ჩვენი ოჯახის საკუთრება და ჩვენი ტკივილი თითოეული ოჯახი ტკივილი ისე არის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მომტანი აღდგენი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ოჯახი და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოუძიებლობა ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი პატრიარქის ზნეობის მორალის მერაბ კოსტავას საქმის გამოუძიებლობა ნოდარ იმნაძეს აჭარის ჰელსინკის კავშირის მგვალი მაგი და თავისუფალი საქართველოს ლიდერის და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელის მკვლელობა ხო და არა მარტო მათი 1992 წელს დახვრეტილი 3 იანვარს დიდუბის მეტროსთან 2 თებერვალს დახვრეტილი საქართველო მშვიდობიანი აქცია გადამწვარი სამეგრელო და მის შემდეგ ყველა უსამართლო გადაწყვეტილება და დაჟილი თითოეული ოჯახი ქართული და ამიტომ თითოეულმა ქართველმა უნდა გავითავისოთ სადაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ოჯახი მერაბ კოსტავას ოჯახი ვერ ნახულობს სამართალს იქ რომელ ენამამური სარწმუნოების დაცვაზეა ლაპარაკი და რომელ სამართალზე სადაური ხო მაგრამ ბიძინა რო დავბრუნდები იცოდე მე არც ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენლები ვარ არც კონსერვატორები და არც ეროვნულები ვისთანაც გარიგებას ახერხებ ამისთვის ბრძოლას დავიწყებ თითოეული ქართველის ოჯახისათვის სამართლიანობისათვის ბრძოლაზე იცოდე რა თითოეული გამოსახლებული ქართველის ოჯახისათვის რომლებიც დღეს ქუჩაში ყავს გაყრილი და ბანკები დაეპატრონენ და უცხოტომელები ჩვენ თანამემამულეების სახლებს ბიძინათ შანსი არ არის რა ბოლომდე გებძოლები რო ჩამოვალ მალე დაბრუნდები ეს იქნება მაისი ივნისი აგვისტო როგორც კი გამიჩნდება შესაძლებლობა თანხისა რომ გადმოფრინდეს საქართველოში და ჩამოფრინდები აუცილებლად დავიწყებ და პირადად ჩემი იდეალის ჩემი პრეზიდენტის და მერაბ კოსტავას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით და თითოეული ქართველის სამართლიანობისათვის ოჯახის რომელიც უსამართლოდ არის რა და სამართალი ვერ იპოვა მათთვის ბრძოლას აუცილებლად დავიწყებ და სისტემასთან ბრძოლას აუცილებლად დავიწყებ იცოდე რა ბიძინა რა არ გეპატიება რასაც შენ ქართულ სახელმწიფოს უკეთებ და ქართველ ერს ასხვისებ მიწებს და ასახლებ ქართველებს და უცხოტომელები ყავს შემოთესლილი ბიჭო და ენა მამულის